მოგესალმებით, დღეს არის e-commerce reviews შემდეგი ეპიზოდი. უბრალოდ გთხოვთ, რომ არხი გამოიწეროთ და დაალაიქოთ. და დღეს ყავს ძალიან საინტერესო კომპანია სტუმრად, ეს არის About Digital-ი, რომელიც 2010 წლიდან ემსახურება ბაზარს, ან მსოფლიო ბაზარს და აი ბოლო რამოდენიმე წელიწადია დაიწყეს, ასე ვთქვათ, ქართულ ბაზარზეც აქტიურობა. ელენე იმნაძე, განვითარების დირექტორი და ანდრო ლომთაძე, თანადამფუძნებელი და კომპანიის CTO. დიდი მადლობა მეგობრებო, რომ დავხსნით ინტერვიუზე და პირველი კითხვა მაქვს, რომ როგორ ეხმარება About Digital-ი ზოგადად ქართულ ბიზნესებს და ზოგადად ბიზნესებს დაუშვათ განვითარებაში, ელექტრონული კომერციის მიმართულების ბიზნესებსაც მათ შორის. დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ჩვენი კომპანიით. ქართულ ბიზნესთან რამოდენიმე წელია უკვე აქტიურად დავიწყეთ თანამშრომლობა. ჩვენ ძირითადად მაინც ევროპულ ბაზარზე ვმუშაობთ, მაგრამ ბოლო წლებია უკვე აქტიურად ვართ ჩართულები და სხვათა შორის ვეხმარებით სტარტაპებს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ აწარმოე საქართველოს მომწოდებლები გაციფრულების გეგმაში და ამის პროექტის ფარგლებში ძალიან ბევრ სტარტაპს ვეხმარებით გაციფრულებაში. მათ შეუძლიათ, რომ გაციფრულებისთვის მოიპოვონ დაფინანსება სადღაც 25,000 ლარამდე და შემდეგ უკვე ჩვენ ვახორციელებთ მათ პროექტებს. ძალიან საინტერესო, ძალიან საინტერესო. და ზოგადად როგორ დაიწყო About Digital-ის ისტორია, რა საიდან მოდის და როდის ჩამოყალიბდა და ეს იდეა საიდან გაჩნდა? 2010 წლიდან დაიწყო. ანდრომ და ჩვენმა მეორე დამფუძნებელმა ოთომ დააფუძნეს ეს კომპანია და დაიწყეს აქტიურად მუშაობა და ამდენი წელია უკვე აქტიურად მუშაობთ. ძირითადი თავიდან იყო ევროპის ბაზარი, იმიტომ რომ ჩვენ საბერძნეთში მოღვაწეობთ და იქ გვაქვს ფილიალი და შემდეგ უკვე საქართველოშიც გავაქტიურდით და საკმაოდ დიდი ისტორია გვაქვს, ასე ვთქვათ, ქართულ ბაზარზეც და ევროპულ ბაზარზეც. ძალიან მაგარია. ანდრო, თქვენთან მექნება შეკითხვა, რომელი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები არის ყველაზე მოთხოვნადი ზოგადად ბიზნესებისთვის რა, საქართველოშიც და ევროპაშიც რა? მადლობა პირველ რიგში, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ საინტერესო თემებზე ვისაუბროთ და მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვარ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ცოტა მინდა რომ ოდნავ გავშალო ეს კითხვა, რადგან საკმაოდ საინტერესო კითხვა არის იმ კუთხით, რომ დღეს ბევრი კვლევებია და გამოკითხვებია მომხმარებლების იმასთან დაკავშირებით, თუ რას ისურვებდნენ დღეს, როგორ შეიძლება შეიცვალოს ასე ონლაინ შოპინგი ზოგადად. და მან არის ორი ძირითადი მიმართულება, რომელიც მნიშვნელოვანი ხაზი გაუსვათ, ეს არის ეგრეთ წოდებული ონლაინ ვირტუალური მორგების სერვისი, ეგრეთ წოდებული try-on-ი და მეორე ეს არის AI აგენტებზე დაფუძნებული შოპინგი. რატო შევეხე ხა ამ დეტალს? რეალურად ეს ხდება ხოლმე რა, რადგან ელენემ ახსენა, რომ ჩვენ ვთქვათ ძირითადად ჩვენი საქმიანობა არის საბერძნეთი და ევროპა, ის ხდება ხოლმე, რომ აი ეს მსოფლიოს მიერ ტრენდები ნელ-ნელა თქვათ ჯერ ევროპაში შემოდის, მერე ჩვენთანაც ასე ვთქვათ ახდენს ზეგავლენას და ამიტომ მინდა რომ ეს ყველაფერი ასე ვთქვათ ხელმისაწვდომი გავხადოთ ქართული ბაზისთვისაც და ამაზე არის ახლა ჩვენი ძირითადი კონცენტრაცია დღეს. გასაგებია. ანდრო UX UI-ზეც რო მომიყვეთ რა, ანუ როგორ მუშაობთ, რომ აი მაქსიმალურად მომხმარებლისთვის მარტივი და ესეთი ხელმისაწვდომი იყოს? კი, მადლობა კითხვისთვის. დღეს კიდე აი
საკმაოდ ისეთი კარგი გადასვლა არის ჩვენი წინა კითხვიდან რეალურად ეს ასე ვთქვათ დიდი ცვლილებები როგორიც მოიტანა AI-ი დღეს ინტერნეტ სივრცეში და არა მარტო რეალურად ზეგავლენას ახდენს ამ user journey-ში და ამ ზოგადად გამოცდილებაში რასაც მომხმარებლები მიჩვეულები იყვნენ რა და ეს გამოცდილება დღეს მაგალითად იცვლება იმით რომ ადამიანი ცდილობს იშოპინგოს ინტერნეტ სივრცეში აი საუბრით. ეგრეთ წოდებული conversational shopping-ით, რაც განსხვავებული გამოცდილებაა საერთოდ და შესაბამისად ჩვენ თავაზობთ და უკვე გამზადებული ეგრეთ წოდებული გადაწყვეტილება გვაქვს როგორც არის shopping ასისტენტები, რაც აძლევს მომხმარებელს იმის საშუალებას, რომ ეს გამოცდილება მიიღოს. თუმცა ის კლასიკა, რაც მანამდე ჩვენ გვქონდა ვთქვათ ელ-კომერციაში, ის კლასიკა, რა თქმა უნდა, დღეს უკვე თითქმის დახვეწას აღარ საჭიროებს, რაც არის სტანდარტით ჩამოყალიბებული, იმ სტანდარტით მივყვებით და ეს რეალურად ეს გამოცდილება გვინდა რომ ასე რომ ვთქვათ რაც მეტად მოთხოვნადია, მეტად ჩვენს მიწოდება შევძლოთ და ეს გამოცდილება შევთავაზოთ ასე რომ ვთქვათ ჩვენს კლიენტებს და რეალურად მომხმარებლებს. გასაგებია. ელენე, ყველაზე ხშირად უფრო როგორი ტიპის e-commerce მოდელებზე მუშაობთ, მაგალითად B2B, B2C, marketplace თუ უფრო აი როგორი? მადლობა შეკითხვისთვის. სამივე გამოცდილება რა თქმა უნდა გვაქვს. ევროპაში უფრო B2B კომპანიებს ვემსახურებით, საქართველოში, რასაც ვაკვირდები, B2C პროექტები უფრო მეტია. ხო, და მოთხოვნადიც რა. მოთხოვნადია კი, გაცილებით. გასაგებია. ანდრო, თქვენთან მაქვს რა ეგეთი კითხვა, რომ ინტეგრაციები რამდენად ბევრი გიწევთ ინტეგრაცია და რამდენად ამ მიმართულებით როგორ ხართ რა? ოკეი. მოკლედ ინტეგრაციები დღეს გამზადებული კონექტორები გვაქვს, რომელიც და გამზადებული კონექტორები გულისხმობა იმ პლატფორმებთან, რომელიც პლატფორმებიც უკვე გაჯერებულია მარკეტზე, აი ERP სისტემები, ბუღალტრული სისტემები, CRM-ები და ასე შემდეგ. მოკლედ ეს კონექტორები გამზადებული გვაქვს და უკვე ამ კონექტორებს ვიყენებთ, იშვიათად რომ რაღაცა ისე ამდენი წლის პრაქტიკიდან გამომდინარე კი გექნებათ უკვე დაგროვილი კაი დიდი პორტფოლიო რა. ასევე გადახდების სისტემებიც უკვე ინტეგრაციები გვაქვს და მანდაც ჩაშენებას ვახდენთ მაგ ყველაფრის უკვე არსებულ პროექტისთვის. ეხლა რაც მიმდინარე ფაზაში რაზეც მუშაობთ აქტიურად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონექტორი, დღეს ხა ისეთი უკვე ჰაიპიც აღარ არის და რაღაც ბაბლი აღარ არის ეს AI-ის თემები და ხშირად მიწევს ამაზე ხაზის გასმა, მაგრამ ნუ რას ვიზავთ რეალურად ეს არის ერთის მხრივ ბაბლი აღარ არის AI და არც ჰაიპში აღარ არის უკვე იმდენად ყველანი ვიყენებთ, მაგრამ რეალურად business value როგორც უნდა მოიტანოს AI ჯერჯერობით არ დამდგარა. ანუ ერთის მხრივ უბრალოდ რაღაც ხელსაწყოები პირველი ნაბიჯებია ასე. პირველი ნაბიჯებია, თუმცა უკვე არც ჰაიპი და არც ბაბლი არ არის, მნიშვნელოვანი არის ჩვენ ცხოვრებაში ეს ყველაფერი, იმიტომ ძალიან ცვლის როგორც შეცვალა უკვე თუნდაც როგორ ვეძებთ კონკრეტულ როგორ ვეძებთ Google-ში და დღეს როგორ ვეძებთ რა ესეც ნუ მე ბოდიში რა ვეღარც წარმომიდგენია უკვე ვერც სამუშაო პროცესი და ვერც რაღაცეების ძებნა და გაცილებით სულ სხვა არის ანუ დღეს რეალურად უბრალოდ ერთი პუნქტით გადავუხო თქვენ კითხვას რეალურად ძებნა დღეს ადრე თუ ვეძებდით აი კონკრეტულად რაღაც გვინდა და პირდაპირ წერდით ის თუ რა გვინდოდა დღეს ძებნა არის უკვე აი დავალებების მიცემა რა AI ჩვენ ვაძლევთ დავალებას რომ კონკრეტულად რაღაცა შეასრულოს და ეხლა აქტიურად რაზეც მუშაობთ ეს არის გვინდა რომ მივახციოთ მივცეთ საშუალება როგორც სტარტაპებს ის პატარა ელ-კომერციის მაღაზიებს რომ ჩაებდნენ ეგრეთ წოდებულ ჰაბში რაც მოიაზრებს AI აგენტებზე დაფუძნებულ ვაჭრობას
და ეს არის მომავალი სამწუხაროდ დღესდღეობით მხოლოდ ამერიკაშია ხელმისაწვდომი ის რომ მაგალითად და რაც გულისხმობ AI აგენტებზე დაფუძნებულ კომერციას ეს არის მაგალითად Perplexity-ის აქვს ამერიკაში ეგეთი სერვისი რაც აძლევს მომხმარებლებს იმის საშუალებას რომ უბრალოდ მარტივად საუბრის დონეზე მოახდინონ კონკრეტული ესე რომ ვთქვათ პროდუქტების შესყიდვა აქ ბევრი რგოლი არის ერთის მხრივ მარტივია მაგრამ მეორეს მხრივ ჩართულია უკვე უსაფრთხო გადახდები და ასე შემდეგ Google აქტიურად მუშაობს დღეს იმისთვის რომ შიგნით ამ ჩატში ხდება ყველაფერი და Google აქტიურად მუშაობს დღეს რომ შექმნას და შექმნა კიდევაც პროტოკოლი რომელიც მოიაზრებს ზუსტად ამ უსაფრთხო გადახდას და ეგრეთ წოდებულ პროტოკოლს იმ e-commerce-ის პლატფორმებისთვის და მაღაზიებისთვის რომლებსაც უნდათ რომ ეს კონკრეტული სერვისი ხელმისაწვდომი გახდეს ამ AI აგენტებისთვის და ჩვენ მუშაობთ იმ ჰაბის შექმნაზე, რომელიც მარტივი დაერთების გზით ელექტრონულ კომერციას ექნება საშუალება, რომ აი ამ დიდი ესე რომ ვთქვათ AI აგენტების ქსელში ჩაერთვნენ და მოკლედ მისი პროდუქტები გაიყიდოს იმ გზით, რა გზითაც დღესდღეობით ალბათ ფუფუნება იქნება ელ-კომერციებისთვის ეს ყველაფერი. გასაგები. ელენე თქვენთან მაქვს რა ეგეთი კითხვა რომ აი ძირითადად ქართული e-commerce-ები მაგალითად ან ნუ ზოგადად ვთქვათ იგივე ევროპულიც რა ძირითადად რა შეცდომებს უშვებენ ხოლმე როდესაც e-commerce-ში შედიან აი ვთქვათ რა თქვენი დაკვირვებით რა კი არის რაღაც შეცდომები რასაც რა თქმა უნდა უშვებენ პირველი ალბათ არის ის რომ გონიათ რომ თუ გააკეთეს online shop-ი ეს არის საკმარისი და მარკეტინგში გადაყრილი ფული არის გადაყრილი. და სინამდვილეში ეს რა თქმა უნდა ასე არ არის და აუცილებელია, რომ როდესაც გამართული შოპი გაქვს, შემდეგ აუცილებელია მარკეტინგი, რომ მომხმარებელი შენ პროდუქტამდე მოვიდეს. ასევე ყველაზე გავრცელებული კიდევ შეცდომა, რასაც უშვებენ, არის ის, რომ არ აქვთ გამზადებული და მოწესრიგებული საწყობი. ანუ თუ შენ მაღაზია გაქვს ისეთი შოპი, რომელსაც ჭირდება საწყობი, ну თუ არ ჭირდება, ეს იდეალური ვარიანტია, როდესაც შეკვეთის შემდეგ ხდება უკვე პროდუქტის შექმნა, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ შენ ჭირდება საწყობი, აუცილებელია რომ მომარაგება გქონდეს სწორი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თუ შენ არ გაქვს ეს ყველაფერი გამართული, ნამდვილად გადაყრილი ფულია მარკეტინგის, იმიტომ რომ შემოდის მომხმარებელი კონკრეტული პროდუქტისთვის და მას ის არ ხვდება მარაგში. ამიტომ ეს წინასწარ უნდა იყოს გათვლილი აუცილებლად და მესამე, რაც აუცილებელია კვლევა, დაკვირვება და მონაცემების ანალიზი. რას აკეთებს მომხმარებელის ქცევა აუცილებლად, როდესაც შემოდის საიტზე, რას აკეთებს, როგორ იქცევა, ყიდვამდე როგორ მიდის, ან რა აფერხებს. ამის გარეშე წარმოუდგენელია, რომ შენ ხო, ანუ დატაზე დაყრდნობილი აუცილებელია, ეს არის აუცილებელი, რომ შენ შემდეგ მოარგო და გამოასწორო ან დახვეწო შენი online shop-ი. კი, აბსოლუტურად გეთანხმები, ელენე რა, ანუ სხვანაირი მიდგომაა საჭირო რა, ანუ ზერელეთ არ შეიძლება უყურო ელექტრონულ კომერციას, всё online shop-ი მაქვს და რაღაც ყველაფერი კარგად წავა. ესეთი მიდგომა აქვს, რომ თავარია რომ გამართული იყოს და ბევრ ენერგიას ხარჯავენ უშუალოდ აი ამ ვებგვერდის მოწესრიგებაში, მაგრამ აი დანარჩენი რაც მერე იმის იქით უკვე ძალიან ბევრი რამეა საჭირო. ნუ კადრებზეც არის რა, რომ კადრებიც ესეთი რა, სწორი კადრები შეარჩიო, ვინც უკვე ამ მიმართულებაში კარგად ერკვევა რა. პროფესიონალიზმის ნაკლებობა ხო, ნუ სამწუხაროდ არის. როგორ იზომება წარმატება და ეს მეტრიკები ელექტრონულ კომერციაში რა, დაუშვათ მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი კომპანია ამაშიც ეხმარება კლიენტებს და რაღაცა ასე ვთქვათ რჩევებს აძლევს და ნუ სწორ მიმართულებებს რა. აი ამაზეც რომ ესაუბროთ. კი, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ალბათ კონვერსიის რეიტით იზომება და ამ შემთხვევაში ევროპაში, სადაც ახლა ევროპის ბაზაზე ჩვენ ვმუშაობთ, 1-დან 2%-მდე კონვერსია არის კარგი, ამაზე მეტი უკვე არის ძალიან კარგი შედეგი. თუმცა ამის გარდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია
არა მხოლოდ ციფრები, არამედ თვითონ ბიზნესი რო განვითარდეს. იმიტომ რომ ეს ბიზნესი თუ განვითარდება, ჩვენც მათთან თანამშრომლობით ჩვენც ვითარდებით და ჩვენც ვთავაზობთ რაღაც ახალ პროდუქტებს, რომ დაიხვეწოს თვითონ ბიზნესი, წარმატებული იყოს და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან გვინდა რომ ეს ჩვენი ევროპული გამოცდილება გაუზიაროთ უკვე ქართულ ბაზარს. კი და ალბათ ქართულ კომპანიებს ეს ევროპული მიდგომები ძალიან სიამოვნებთ და მოწონთ დარწმუნებული ვარ. მათთვის მცხოვა, მაგრამ რაღაცა ნელ-ნელა გადმოდიან ამ ქცევაზე და რაღაცა სერვისის დონეს წევთ, ასე ვთქვათ რა, ტექნოლოგიასთან ერთად რა. ელენე, როგორ ხედავთ AI-ის და ავტომატიზაციის როლს თანამედროვე ბიზნესებში რა? კი, როგორც ანდრომ აღნიშნა, ძალიან შეცვლილია თვითონ ადამიანების და მომხმარებლების ქცევა და იმდენად დამოკიდებულია უკვე ყველა ჩვენ ვართ ამაზე, რომ შეუძლებელია ამას არ გამოეწვიათ ცვლილებები. და ბიზნესშიც ჩვენ ამიტომ თავაზობთ ბიზნესსაც ავტომატიზაციას, სადაც ხელით შესაძლებელი სამუშაო მაქსიმალურად შემცირდეს და უფრო მეტი წარმატების მაჩვენებელი ხდება ამითი. ასევე თავაზობთ ბიზნესს ახსოვე e-commerce-ის შემთხვევაში, როცა ძალიან შეიცვალა ძიება. მომხმარებელმა იმდენად შეცვალა ძიება თვითონ საიტებზე, მას სურს, რომ იქაც როგორც AI-ის ესაუბრება, ისეთი დახვდეს. უკვე ეს მოთხოვნა არის. შესაბამისად, თავარია ბიზნესმაც დაახვედროს დროულად უკვე. რა თქმა უნდა. და როდესაც AI ასისტენტი ხვდება და პროდუქტს ძალიან ადვილად აძებინებს და ადამიანურ ენაზე ესაუბრება მას, ეს ძალიან მოსახერხებელია მომხმარებლისთვის და ასევე ბიზნესისთვისაც, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად უკვე ამ AI ასისტენტი თავადვე თქვენს მიერ შერჩეულ პროდუქტს კალათაში ჩაკისვავთ. ასევე digital try-on-ი ძალიან კარგი პროდუქტია, იმიტომ რომ გადაწყვეტილების მიღება უმარტივდება უკვე ადამიანს. საბოლოო შეძენამდე რაღაცა ყოყმანი თუ იყო, ამაში ძალიან ეხმარება და უკან დაბრუნების რეიტს საგრძნობლად ამცირებს. ეს პროდუქტიც ძალიან მნიშვნელოვანია და ესეც რა თქმა უნდა თანამედროვე ცვლილებამ გამოიწვია. და ჩვენ ამ ყველა პროდუქტს დღეს უკვე მზად თავაზობთ ქართულ e-commerce-ებს. ძალიან კაი. ელენე, თუ შეიძლება თქვენი კომპანიის ძირითადი მიმართულებები რა არის? ეგენი მინდა რომ კარგად გავშალოთ რა და მაგაზე რომ გითხრათ. ჩვენი ძირითადი მიმართულებებია ციფრული დეველოპმენტი, რა თქმა უნდა. ასევე გვაქვს ბიზნესის ავტომატიზაცია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმერსიული ტექნოლოგიები. ეს უფრო ექსპერიმენტული ტექნოლოგიები ამ შემთხვევაში და გვაქვს e-commerce 360. e-commerce 360 არის სრული მომსახურების პაკეტი, რომელიც მოიცავს როგორც e-commerce-ის development-ს, ასევე მარკეტინგის კუთხით, ასევე კონტენტის შექმნაში ვეხმარებით ჩვენ კლიენტებს. თუ ჭირდებათ ფოტო გადაღება, ამ ყველაფერს ვაორგანიზებთ. ვაკეთებთ ასევე AI chatbot-ების ინტეგრაციას, digital try-on-ის ინტეგრაციას და ახლა ვმუშაობთ ძალიან საინტერესო პროექტზე. ეს არის საწყობი როგორც სერვისი. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ბაზრისთვის, ვფიქრობ, იმიტომ რომ ჩვენ თავაზობთ ქართულ კომპანიებს, რომ თავისი პროდუქცია გაიტანონ ევროპაში. ჩვენი საწყობის სერვისით და უკვე შეძლებენ ამ პროდუქციის გატანას და ევროპელი მომხმარებელი რამოდენიმე დღეში მიიღებს მათ პროდუქციას. ვა, ძალიან მაგარია და ძალიან საინტერესო სერვისია რა. ანდროს მინდა ვკითხო, რომ ანდრო, თუ შეიძლება მითხარით თქვენი სამომავლო გეგმები რა არის, როგორია, რას აპირებთ, თუ რა თქმა უნდა ისეთი კონფიდენციალური არ არის. არა, პრინციპში რაც ის ხრივ შევეხე ამ კითხვას და მინდა მაგ საშუალება რომ განვავრცო ეხა ეს და მადლობა ამისთვის. ჩვენ თავაზობთ ჩვენს უბრალოდ ჩვენს კლიენტებსაც და ასევე მარკეტსაც ზოგადად საქართველოში და გვინდა მივცეთ შესაძლებლობა რომ ეს
ასე რომ ვთქვათ, ერთის მხრივ ვიღაცებისთვის საკმაოდ ასე რომ ვთქვათ, black box ტექნოლოგია, რომელიც ვიღაცისთვის ალბათ შეიძლება რაღაცა ესეთი მიუღწეველ მიზნებად ჩანს, რომ აი რაღაცა AI-ის ტექნოლოგიებით თავის ბიზნესში ჩართოს და ჩვენ გვინდა ზუსტად რომ ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი გავხადოთ ნებისმიერი, ასე რომ ვთქვათ, მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესებისთვისაც ოღონდ ესე ვთქვათ, დიდი ეფორტის გარეშე ეს პირველ რიგში ეხება ზუსტად იმ ნაწილს, რაზეც ვისაუბრე, ეს არის AI აგენტებზე დაფუძნებული შოპინგი და მინდა რომ ეს გამოცდილება ხელმისაწვდომი გახდეს და ჩაერთვნენ ეგრეთ წოდებულ ამ ჰაბში და ეს პროდუქტები უკვე გაიყიდოს აი ამ ჰაბის გამოყენებით, საშუალებით უბრალოდ და აი ეს არის ძირითადი ჩვენი მიზანი, რაზეც ახლა ვმუშაობთ ამ ასისტენტებთან ერთად, ამ ასე რომ ვთქვათ, conversational shopping-ი, ეს AI აგენტზე დაფუძნებული შოპინგები. დღესდღეობით ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორი არის გადახდები სამწუხაროდ და ჩვენს ქვეყანაში რეალურად იმ მოვალეობას, რასაც Stripe და მაგალითად PayPal-ი ასრულებენ უცხოეთში, ჩვენთან საქართველოში ისევ ბანკები არიან და ალბათ შეძლებენ და ამ სერვისს შემოგთავაზებენ, რომ ჩვენ უბრალოდ ეს გამოვიყენოთ და ჩავაშენოთ უკვე ჩვენს ეგრეთ წოდებულ პლატფორმაში. აჰა, გასაგებია. მადლობა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა გავიგე თქვენ კომპანიაში, რაზეც მუშაობთ, რა პროდუქტებიც გაქვთ და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის გადაცემაში და ბევრი წარმატება გისურვოთ. დიდი მადლობა.